საარჩევნო კანდიდატთა საბოლოო სიას კოალიცია ქართული ოცნება 15 მაისამდე წარადგენს. მანამდე კი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელი მაცნეს ჟურნალისტთან საუბრისას ბათუმის ოლქში პარტიის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას უპირატესობა პარტიულ აქტივისტებს მიენიჭებათ. ალეკო ჩიტიშვილის აზრით პარტიის პირველი ნომრისთვის შესაფერისი კანდიდატი ლაშა სირაბიძე იქნება. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩენილი აქტიურობის მიხედვით შეარჩევს. განცხადებას კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმებზე აჭერის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი უმრავლესობიდან ალექსანდრე ჩიტიშვილი აკეთებს. ამოსავალი წერტილი ჩემი აზრით უნდა იყოს ის ხალხი, ვინც 2012 წელს არჩევნებში იყო და ვინც ებრძოდა იმ რეჟიმს. მაგრამ იქ უამრავი ადამიანი იყო, პირველად შეეჩეს ადამიანები თავისი განათლების მიხედვით, სპეციალობის მიხედვით, იმიტომ რომ სულ ადამიანები მიდიან საკრებულოში, უკვე და ვიცოდეთ იქ ვინ რა უნდა გააკეთოს. ბათუმისაც საარჩევნო ოლქში 5 კანდიდატი ეყოლება კოალიციაში შემავალ 5 პარტიას, 5 კი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დაასახელებს. ვინიყლის კენჭს მაჟორიტარულ ოლქებში სავარაუდო კანდიდატთა მონაცემები შესაძლოა რეგისტრაციის ბოლო დღემდე შეიცვალოს. სურათი ამჟამად ასეთია. რესპუბლიკური პარტიიდან ძველი ბათუმის უბანი ირაკლი ჩავლეიშვილი, ჯავახიშვილის უბანი თეიმურაზ ყურაშვილი, თავისუფალი დემოკრატებიდან რუსთაველის უბანში კობა ჩხეიძე, თამარის დასახლება მახინჯაური ჯაბაბერიძე. კონსერვატიული პარტიიდან ბაგრატიონის უბანში თეიმურაზ ორაგველიძე. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთან ბონი გოროდოკში ლევან კინწურაშვილი, ხიმშიაშვილის უბანში ვაჟა რამიშვილი, აღმაშენებლის უბანში ლაშა სირაბიძე, შემოერთებულ ტერიტორიაზე ხელვაჩაურში თეიმურაზ ბაცილაძე, ადლიის დასახლებაში ირაკლი თავდგირიძე. ჯერ არ არის ცნობილი ვინ დაიკავებს პირველ ადგილს კოალიციის სიით შემადგენლობაში. ალექსანდრე ჩიტიშვილის მოსაზრებით პირველი ნომერი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლაშა სირაბიძეს უნდა ერგოს. დეპუტატი კოალიციაში შემავალი პარტიების სიის პირველი ნომრის სავარაუდო კანდიდატებსაც ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ლაშა სირაბიძე არის მაჟორიტარი და ჩვენ როგორც წესი მაჟორიტარიას ბოლოში წეთხოვნე სიის, ახლა პარტიის თავმჯდომარეა, მე ვფიქრობ სიას უნდა წარუძღოს პარტიის თავმჯდომარე. როგორც მე ვიცი, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ფორუმს წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარე დავით ანანიძე, ვფიქრობ, რომ მრეწველებს წარმოადგენს მამუკა ჯაში, რაც შეეხება კონსერვატორებს, თუ არ ვცდები, უნდა იყოს დიმიტრი დარჩია. რესპუბლიკელებს ალბათ პარტიის თავმჯდომარე ახლოდიანი იქნება, რაც შეეხება თავისუფალებას არ ვიცი. სიის პირველი ნომრის ვინაობას ამხელენ თავისუფალ დემოკრატებში. ჩვენი პარტიული ნიშნით პირველი ნომერი იქნება ჩვენი ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ჩხეიძე. ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი კანდიდატები კომპეტენციით და საკუთარი ქალაქის სიყვარულის ნიშნით. ლაშა სირაბიძე აღმაშენებლის უბანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ვისთვის იგი მთავარ კონკურენტად, რისთვის უნდა გამოუცხადოს ნდობა ამ უმრჩეველმა. სირაბიძე შტაბის ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე კომენტარს არ აკეთებს. ირაკლი ჭეიშვილთან დაკავშირება კი დღეს შეუძლებელი აღმოჩნდა.